ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბედნიერება ამ ცხოვრებაში არის ის, როდესაც ვატარებთ დროს ჩვენს შვილებთან. როდესაც სალომე პატარა იყო, რომ ან ბაღში მიმყავდა, ან სკოლაში, მერე სკოლიდან გამომყავდა ისევ და სახლში მიმყავდა. აი ეს დრო ჩემთვის იყო საერთოდ ყველაზე ძვირფასი დრო. რამე თუ ჩვენ ძალიან დაკავებულ გიჟურ ცხოვრებაში ხშირად იმის დროც არ გვჩება, რომ ჩვენ საკუთარ შვილებთან გავატაროთ. ის რამოდენიმე წუთი, როდესაც გზაში ხარ ბავშვთან ერთად, როდესაც სკოლაში მიყავს, არის ყველაზე ხარისხიანი დრო, რომელსაც ატარებ შვილთან ერთად. შეეკითხოთ თუ როგორ მიდის საქმეები, თუ რას განიცდიან, რა აღელვებთ, რითი არიან დაკავებულები, რაზე ფიქრობენ და ასე შემდეგ. რამე თუ სხვა დროს უბრალოდ არ მოსწონთ შვილებს, რომ ჩაეკითხო. როდესაც თინეიჯერები არიან, როდესაც თავიანთი საზრუნავი აქვს და არ ფიქრობენ, რომ საჭიროა რომ მშობლებთან გააზიარონ, მაგრამ როდესაც უბრალოდ გზაში ხარ, გაგიზიარებენ რაღაცას გეტყვიან. რაღაცას აღმოაჩენ. საერთოდ მჯერა მე იმის, რომ ჩვენი შვილებისგან იმდენივეს ვსწავლობთ, რამდენსაც ჩვენ მათ ვასწავლით. შეიძლება უფრო მეტსაც ვსწავლობთ ჩვენ, როგორც მშობლები, ვიდრე ჩვენ ვასწავლით მათ, როგორც ჩვენ შვილებს. ასეა. ცხოვრება მუდმივი სკოლაა. ამერიკული სკოლა, არ ეჩქარება ჩემს გოგოს, ძალიან წყნარი, დინჯი. აუჩქარებლად მოვა და მოვა მერე და მეტყვის, როგორ ახარ, მიყვარხარ?